გადაცემის სპონსორია Essence. გერმანული დეკორატიული კოსმეტიკა და აქსესუარები ექსკლუზიურად PSP-ში. მოგესალმებათ ვანო შოუ პირველი იუმორისტული შოუ TV პირველზე გვირფასო მეგობრებო არ ინერვიულოთ დაწყნარდით გვირფასო ტელემაყურებლო არაფერია საგანგაშო ვაგრძელებთ ისევ იმ წუმპეში ცხოვრებას რომელიც 4 ოქტომბრამდე იყო ნუ ნერვიულობთ რაც იყო ისევ ისეა არაფერი არ შეცვლილა აი მაგალითად როგორც 4 ოქტომბრამდე ვიწყებდი სინდისის პატიმრების სოლიდარობით ისევ ვიწყებდი ვიფასო მეგობრებო სოლიდარობას ვუცხადებ ჩვენი გუნდის წევრ ონისეს ცხადაძეს რომელიც ძალიან მოგვენატრა ყველას და მასთან ერთად ყველა სინდისის პატიმარს 4 ოქტომბრის შემდეგ 36 პატიმარი შეემატა და კიდევ ემატება ამ სიას მალე გათავისუფლებას გისურვებთ ყველას თხოვნა მაქვს გეკა გელაძესთან თუ შეიძლება სია გადმოგიგზავნეთ მომავალში ვის დაჭერას აპირებთ რომ დროზე მოვიწვიო გადაცემაში. ნუ მე იტყვიან თქვენზეო ზეწოლა არ არისო. აბა რას ამბობთ თუ არ არისო თქვენზე ამ ზეწოლაო. რა ვიცი სტუმარი აღარ დამიტოვეს, ყველა დაჭერილია. სპონსორი აღარ დაგვიტოვეს, სტუმარი აღარ დაგვიტოვეს. შესაბამისად ბენდი აღარ დაგვიტოვეს. ვერც გავაქირავეთ. იტერია იქ ვაქირავეთ, მაგრამ რა ვიცი, ძირთად ინდოელები რეკავენ. სხვა არავინ არ რეკავს. მაგასაც ვერ ვაქირავებთ. ხო და რა ვიცი, მეტი ზეწოლა რა გაგიდა. თუ ტანსაცმელი ჯერჯერობით გვაქვს და მაცვია, ნუ გასაგებია და თუ გინდა ამასაც ესეც შემომახიეთ და წაიღეთ, მაგრამ ძალიან უცნაურად გავითარდა მოვლენები 4 ოქტომბერს აქციაზე შეიკრიბა ხალხი პაატა ბურჭულაძემ წაიკითხა დეკლარაცია შემდეგ გამოვიდა ბატონი მურთა ზოდელავა და განაცხადა წავიდეთ პრეზიდენტის რეზიდენციაში და ავიღოთ ორბელიანი სასახლის გასაღები რამდენიმე კაცმა ხელით წააქცია ღობე და შევიდნენ ეზოში აი ეს ღობე როგორ აღიხსნათ ისე ქონდა დატოვებული რა ვიცი ყოველ შემთხვევაში თანამშრომლებისთვის შიგნიდან გამაფრთხილებელი აბრაც კი იყო დაკიდებული ნუ მიეყრდნობით. აი მეტროს კარივით იყო ნუ მიეყრდნობით. რა ღობე იყო ეს რა არის ასე იგი. ნუ ამ ყაველაშვილს გუნჩი ხომ სააკაშვილს ეძახიან. დაცვით ხომ 5 სპეცრაზმელი იცავდა და ღობეც კი ფაიფურის ჰქონდა პირდაპირ. ერთი მიწოლით გადაჯეგა ორმა კაცმა. შიგნიდანაც კი არ შეცვიდა. ხალხი აშკარად შეეცოდათ შიგნით რო შესულიყვნენ. რა ვიცი, თუ ვინმე უნდა იყოს გულნატკინი და დათრგუნული, ეს არის ყაველაშვილი. ხალხსაც ფეხებზე ეკიდა და მთავრობასაც. რა ვიცი, რას წარმოიდგენდა თუ ღობეც კი არალეგიტიმური ექნებოდა, რა ვიცი, გაოგნებული არის კაცი. მოკლედ რეზიდენციის ვერ განხორციელებული გეგმის შემდეგ დააკავეს აქციის ორგანიზატორები და მონაწილეები ნუ ექს-პრეზიდენტით დაწყებული, მსოფლიო ბანით გაგრძელებული პოლიტიკოსებით, ბავშვებით, მსახიობებით, იუმორისტებით და ჟურნალისტებით დამთავრებული ყველა ციხეში ჩასვეს ქოცებმა, ძვირფასო მეგობრებო. ასე თუ გააგრძელეს, მალე შეიძლება თავიანთ სამშენებლოებს კომერციული ფართის ნაცვლად მიკროციხეების მშენებლობები დაავალონ, რომ ყველა უბანში იყოს თითო ციხე. სუპერმარკეტებივით რა, გვექნება ციხეების ქსელი 2 საკანი. ყველა უბანში ხوار 2 საკანი აქაც იქნება. ესე იგი, რასაც ვამბობდი და ხალხს არ ეჯერა, ზუსტად ისე მიდის ყველაფერი. ამბობდნენ, ამას ვერ გაბედავენ და გაბედეს. ამბობდნენ, საქართველოს ბელარუსი არ გახდებაო და გახდა. და ბოლო ფრაზა იყო ძალიან საინტერესო, ყველას ვერ დაგვიჭერენ და ყველას იჭერენ. ყველას იჭერენ. აი, ისევ გოხდათ, შეგვისრულა ყველაფერი ამ ოქროს კაცმა. ერთი სიტყვით თუ რამე გვაქვს დასაგმობი ახლა ერთი რჩევა მაქვს ყველაფერს მოუყაროთ თავი მოვაქუჩოთ და ერთიანად დავგმოთ
იმიტომ რომ აქციების გაუქმებაც უნდათ და დასაგმობი რაც არის და ეგ გრძელვადიანად რაც გქონდათ გადანაწილებული დაგმობისთვის ეს ყველაფერს ერთად მოუყაროთ თავი და ერთიანად დაგმოთ რომ მომავალში შეიძლება ახლა დაგმობას ვეღარ მოვახერხოთ და ამიტომ ვისაუბროთ ერთ-ერთ იმაზე გავაკეთოთ დაგმობის საერთოში ყველა დასაგმობი ერთ დღეს დავგმოთ. ასე რომ მეგობრებო არ აყვეთ ფრაზას ყველას ხომ ვერ დაგვიჭერენ. კი მეგობრებო ყველას დაგვიჭერენ ციხე არ ეყოფათ ახალ ციხეს ააშენებენ. დამატებულ ციხეებიც აღარ ეყოფათ მე ერთ დიდ გალიას შემოავლებენ საქართველოს და ვიქნებით საქართველოს დემოკრატიული პენიტენციური რესპუბლიკა. 5 ოქტომბერს დაისვა ასეთი კითხვა სად იყავით 4 ოქტომბერს? მაგ მუსიკა უნდა შედიოდეს მე მაქვს ერთი ესეთი იდეა მე რომ გაუგებრობა არ იყოს უნდა ვიაროთ მეტრიანებით ძვირფასო მეგობრებო აი ესეთი მეტრიანებით აი ესეთი და უნდა გავზომოთ დაშორებები სიტყვაზე ხო დაშორებების გავზომავთ აი მაგალითად დამხობის დროს ვიდექი ბურთას ზოდელავიდან ზუსტად 66 სანტიმეტრში. მე ვიდექი 55 სანტიმეტრში ვიღაცა იტყვის მეორე ასე. და ასე უნდა გავზომოთ ყველაფერი უნდა აღვრიცხოთ, ვინსად რამდენ მეტრში იდგა, უნდა ვიცოდეთ. იმიტომ რომ რაღაცა რომ მოხდეს ხო რა ვიცი ხან ისე ხდება, ხან ასე ხდება და სარგებელი მაინც და ვიცოდეთ 50 მეტრში, 60 მეტრში, 60 სანტიმეტრში, აი ესეთ ყველაფერი უნდა დავალაგოთ ესე. ეს არის სწორი, მე ესე ვფიქრობ. ვინსად ვიდექით? აღრიცხული იქნება და ნათელი იქნება ყველასთვის. 4 ოქტომბრის საპროტესტო აქციებს მხარს უჭერდა სასულიერო პირი მამა დოროთე. ნახოთ როგორი იყო ქართული ოცნების რეაქცია მის პოზიციაზე, არც მეტი არც ნაკლები. დიტო სამხარაძის პოსტიდან გამორჩეულად საინტერესო ადამიანია ეს. და წავიკითხოთ ერთი რას ამბობს მამა დოროთეზე. ეს გოთვერანი ეს ოცნების სახე დიტო სამხარაძე მამა დოროთეზე ამბობს ამას. ეს გოთვერანი. ნუ სამხარაძემ როგორც ჭეშმარიტმა მორწმუნემ და ეკლესიის მცველმა ეს სიტყვა მამაოს არასამარხო ხსნილ დღეს უწოდა. ხომ შეიძლება 4 შაბათს ამ პარასკევს ეთქვა, მაგრამ არა დიტო გახსნილებას დაელოდა და მხოლოდ ამის შემდეგ გალანძღა მამაო. ოპოზიციური პარტიები ადრეც არ თანაცხოვრობდნენ სრულ ჰარმონიაში, მაგრამ 4 ოქტომბრის შემდეგ პოლიტიკოსები და აქტივისტები მოსისხლე მტრებად იქცნენ ერთმანეთის მიმართ. 4 ოქტომბრის შემდეგ ბრძოლამ გადაინაცვლა Facebook-ში. თავრობასთან ბრძოლამ კი არა, ერთმანეთთან ბრძოლამ გადაინაცვლა Facebook-ში. 4-დან დღემდე ზვირფასო მეგობრებო 1500 გრძელი პოსტი მაქვს საკითხული, თავი მაქვს გაბერილი და გადახურებული. ისეთ მდგომარეობაში ვარ. ჩემ თავს ვინჩივით თვითონ ქოცები შეწუხდნენ ამათი ყურებით ქართველები არ აყათ ერთმანეთს ატო ხოცავთ. ამ Facebook ბრძოლაში რომ ვაკვირდები ის უფრო მაგარია, ვინც უფრო გრძელ სიბრძნეს იტყვის და ვისი პოსტი ვისას აჯობებს იმაზე მიდის ჯახი ხოლმე. აი პოსტს როცა კითხულობ და სიმორ რო აწერია. რომ აწერია სიმორ და რომ დააჭერდა მინიმუმ 30 აბზაციანი ტექსტი მაინც უნდა ჩამოიშალოს კოჭებამდე. აბა ისე რა სტატუსია ძვირფასო მეგობრებო, მე ისეთ ორ სიტყვია სტატუსები არ მიყვა. აი ეს უნდა ჩამორაკრაკდეს სტატუსი ვის რა აზრი აქვს და ვის როგორი შეხედულება აქვს და გეგმები როგორი აქვს. ხალხო როგორ შეიძლება ასეთ დროს ერთმანეთის დაჭმა. პირიქით ახლა დროა გვერდში დაუდგეთ ერთმანეთს და გამხნევოთ ერთმანეთი. ერთიანობაა მან და აქ მნიშვნელოვანი ერთობა უნდა შევინარჩუნოთ. ვანო ნახე რა დაწერეს შენზე? მანახე? ნახე? მე როგორ მეკავება ახლა ხელები. აბა ესე იგი რა დაწერეს? ოხ მე შენ გაჩვენებს ეს. ესე იგი რა მიუწეროთ ესე იგი. ოცნება ხომ ცალკე თემაა, მაგრამ ოპოზიციის ეს გაუნათლებელი და ბნელი ნაწილი ქართულ ოცნებასთან ერთად უნდა ჩაირეცხოს და მიყვეთ ჭეშმარიტ გეგმას, რომელიც ჩემს წინა პოსტში მიწერია ვრცლად წერტილი. ესეც ასე. ხო, მიდია მითხარი ახლა რას დაწერე მითხარი. აი ცოტა
მომეშვა, რასაც ვამბობდი ძვირფასო, ხო, რას ვამბობდი რა? ხო, არ შეიძლება ხალხო ერთმანეთის დაჭმა, უნდა გავერთიანდეთ აუცილებლად. უნდა გავერთიანდეთ. რაშიც ქართველებს ვერავინ გვაჯობებს, ეს არის ერთმანეთის დაჭმა. მთავარია რამე პატარა მიზეზი მიეცი ადამიანს ეგრევე გადაგჯეგავს. იმიტომ რომ ესე ვართ მოწყობილები. ამიტომ მე მოვიფიქრე ერთი ძალიან საინტერესო ბიზნესი, პატარა ნისკარტები მინდა რომ გამოუშვა. პატარა ნისკარტები, რომ ადამიანებს სულ ეკდოთ ჯიბეში ეს პატარა ნისკარტები ერთმანეთის დასაკორტნად. უფრო გავიმარტივოთ ცხოვრება, იმიტომ რომ ამოიღებ უცბად ხო ამ ნისკარტს დაკორტნი შენს თანამოაზრეს გვერდზე, ჩაიგდებ გაივლი ჩაულებროთ, არ არის პრობლემა. ან მანქანის გასაღებზე ჩამოკიდებ როგორც ბრელოკი რა ეს საკორტნი ნისკარტი რა. ისე რომ ვაკვირდები, მადლობა ღმერთს რომ მე-12 საუკუნეში ინტერნეტი არ იყო. თორემ დიდგორის ბრძოლას უეჭველი წავაგებდით. ძვირფასო მეგობრებო, დაიწყებოდა Facebook-ზე მშვიდობიანი გზით უნდა განდევნოთ მტერი. მე ყივჩაღებთან არ დავდგები და რა ვიცი 1000 რაღაცა 1000 ვერსიები გვებადება ხოლმე თავში. საერთოდ მე ვფიქრობ, უნდა დავიწყოთ Facebook-ზე ამ ხალხის აღრიცხვა, ძვირფასო მეგობრებო და ორ ნაწილად უნდა დავყოთ. მე პოსტეებად და მე კომენტარეებად. ორი მე პოსტეები ცალკე, მე კომენტარეები და დავაჯამოთ ეს ხალხი და მივხვდებით რამ ხელა საპროტესტო არმია ყავს კლავიატურასთან, ძვირფასო მეგობრებო, რომლებიც ხმალა მოღებული იბრძვიან ამ ხელისუფლების წინააღმდეგ ოთახებიდან. ზოგი მისაღებიდან, ზოგი სამზარეულოდან, ზოგი საძინებლიდან გაშლილია ფრონტის ხაზი სახლის ყველა კუთხეში. ასე არის. რა დაწერა? რაო და დაგმო შენი პოსტი და კომენტარიც მიგიწერა. შენი დრო წასულია. შენი დრო წასულია. უხედე. ახლავე დავა. აბარა. თუ რამე და დაბლოკე ეგრევე. ხო, ესეც ასე. დღეს ვალი მოვიხადე ქვეყნის წინაშე, რაც მქონდა. შვიდად დამეცინება. ხო მიიღო ჰაჰავი. ეი მაგის. რამდენი ჰაჰავი აქვს? 80 ჰაჰავი აქვს, ეგრე უნდა მაგას. აი ეგრე. დღეს წყნარად დამეძინება. გრძელდება საპროტესტო აქციები და ტრადიციულად კვლავ ყოველ დღე 8 საათზე იკეტება რუსთაველის გამზირი. ნახოთ როგორ აფასებს აბსოლუტურად მშვიდობიან აქციას ქართული ოცნების დეპუტატი ამიერკავკასიაში საუკეთესო პარლამენტის წევრი ქალბატონი ნინო წილოსანი ამიერკავკასიაში. ვერ ვიტყვით რომ პროტესტი მშვიდობიანია, რადგან რუსთაველზე გამვლელებს ეზღუდება თავისუფლად გადაადგილების უფლება. მშვიდობიანი არ არის პროტესტიო. იფიქრებთ რომ ნინო აჭარბებს, მაგრამ წარმოიდგინეთ, ახლა უყურე, მე როგორ მესმის ნინოსი, ხო? წარმოიდგინეთ, თქვათ ნინო მიდის რაღაცა ივენტზე, ხო? ამ დროს გამზირი გადაკეტილია და შესაბამისად აგვიანებს ივენტზე მისვლას. და როცა აგვიანებს, ხო, ხა დაგვიანების გამო ადამიანს თავი ეჭრება. ხო და ადამიანს ხო თავი მოეჭრა, ხო და ეს თავი ხომ აღარ აქვს უკვე და რანაირად არის მშვიდობიანი თავი აღარ აქვს ადამიანს. თავი მოჭრილია, ხა თავი მოჭრილი რო გაქვს ასე, ხო? მშვიდობიანად თანაც შეიძლება ჩაითვალოს ეგ აქცია, ხო? ამ აქციის გამო ხო ადამიანს თავი ეჭრება. ხო. არ შემიძლია 1-2 სიტყვით იმ ღონისძიებას არ შევეხო, რასაც ქართულმა ოცნებამ არჩევნები დაარქვა. უცნაური არჩევნები იყო. არ საჭიროებდა გაყალბებას, ძვირფასო მეგობრებო, არაფერს არ საჭიროებდა საერთოდ, მაგრამ მაინც მოუწიათ გაყალბება. იმიტომ რომ იმ კოორდინატორებმა ის გაყალბების ლომკა უნდა დაიკმაყოფილონ იმ დღეს, მიხვდით? მაგათთვის არჩევნების кайფი ეგ არის რა, უნდა გააყალბო. სხვანაირი кайფი არის, რა თქმა ისე არჩევნები წადიბოდე, ის кайფი იქ არის რა, რო იცი რომ რამდენი ხმა ჩაყარე და თulis დროს რომ ზუსტად ის ციფრი რო ჯდება, აი მაშინ რომ დაგაჯორჟოლებს ტანში უიმე რა კარტია, აი ზუსტად ის ციფრი დავსიო. ეგ არის მთელი кайფი კოორდინატორი, მაგითო აყალბებს.
მოკლედ ეს აგიტატორები არიან რობოტი მტვერსასრუტებივით. ხო იცით სახლში ხო უკვე დაფუძნდა რობოტი მტვერსასრუტები, ოცნების ოფისში ჩაუტვირთავენ ბარათზე თანხას, მერე მოუნიშნავენ ტვინში რუკას და გაუშვებენ და ესენი სვიდია დემოკრატიის ნასახს არტოვებენ ქვეყანაში. აწყრიალებენ უბნებს, აწყრიალებენ. სხვათა შორის არჩევნებზე ხანგრძლივი პაუზის შემდეგ გამოჩნდა თვით ირაკლი ღარიბაშვილიც. მან ხმა აიდი ბარათით მისცა, საიდან ქონდა აიდი ბარათი ვერ მივხვდი, იმიტომ რომ ყველანაირი ლოგიკით არ უნდა ქონოდა, მაგრამ ეთყობა 1 საათით მისცა, დაუბრუნა. მაგრამ მაინც ამაყად ეჭირა თავი. თითქოს არაფერი ხდება მის გარშემო. არა და ისია დასუსტებული და ისეთი გამხდარი იყო, რომ შევხედო, აი სალამურზეს რო უკრავს, აი იმ ფოტოს გავდა მართლა უღოთ სერიოზულად. არჩევნებში ტრიუმფალური და ბრწყინვალე გამარჯვების შემდეგ ქართული ოცნების ოფისში სცენაზე გამოვიდა თვით ბიძინა ივანიშვილი და საუკუნის სიტყვა წარმოსთქვა. ნახოთ ამ მონარიდი მისი გამოსვლიდან. მართლაც შთამბეჭდავია გამარჯვებამ, მადლობა ქართულ საზოგადოებას, რომელმაც მოახერხა და საბოლოოდ გავსწორდით წელში. ესე იგი, მისული ამორჩევლების 80%-ს რო აიღებს, ხო? აიღეს ხო ბიძინამ ეგრევე გავსწორდით წელში. ხო მაინც დავსვიო ლუკაშენკოს. ხო გეგონათ რომ დავსვი თუ არა 80%-ო. აი ეს გითხრათ. ერთი საინტერესო ფრაზაც თქვა ივანიშვილმა, მოდი ეს ფრაზაც ვნახოთ. ქართულმა ოცნებამ თავისუფალი ცხოვრების დაფუძნება მოახერხეთ. თავისუფალი ცხოვრება დავაფუძნეთო. დააფუძნეს თავისუფალი ცხოვრება. ხო, მართალია. თავისუფალი ცხოვრება დააფუძნა, მშვიდობა დააარსა, საფუძველი ჩაგვიყარა, მერე ცა შექმნა, მერე მიწა და მე-7 დღეს დაისვენ. კახიკალაძე, რომელმაც თბილისში რეგისტრირებული ამორჩევლის 20% აიღო და არჩევნებზე მისული ამორჩევლის 70%, ძალიან ამაყად და თავდაჯერებულად წარსდგა ჟურნალისტების წინაშე და მან უთხრა, რომ მეო თბილისელების 70% მივიღე და წადით მათემატიკაში ივარჯიშეთო. კახი, მოდი ახლა აგიხსნი რა არის პროცენტი. სიტყვა არა, სიტყვა შეიძლება გაგიგია, მაგრამ ზოგადად არც რა ხდება პროცენტში რა მდგომარეობს, რაში მდგომარეობს. 100-დან 20 თუ გაძლევს ხმას არის 20%. მაგრამ 100-დან არჩევნებზე თუ მივიდა 35 კაცი და შენ ხმა მოგცა 20 კაცმა, მაშინ კი დაიწერ 70%-ს. მაგრამ იმ 100-დან მაინც 20%-მა მოგცა ხმა. ვერ გაიგე. კარგი. 10 გოლიდან 2 გოლს რომ გაუშვებს საკუთარ კარში, ეს არის საერთო რაოდენობის 20%. ძველია, მაგრამ აი ჩაგიტყი ხა შენ ამბავში, აიც ვიცი რომ ჩაგი. არ მოგეწონებოდა, მაგრამ ჩაგიტყი ეგ ამბავში. დასავლეთი ჩატარებულ არჩევნებს კრიტიკით შეხვდა და კვლავ მოუწოდა მთავრობას, რომ დაუბრუნდნენ დემოკრატიის გზას და გაათავისუფლონ პოლიტპატიმრები. ალბათ გაინტერესებს ჩვენი მთავრობის პოზიცია. ქართული ოცნების ფალავანის ირაკლი კობახიძის ორ განცხადებას შემოგთავაზებთ და ნახოთ, როგორ მიმართავს ის ევროპელებს, როგორც ყოველთვის. ევროპა როგორც ასეთი არ არის პანაცეა, ევროპა იყო ბატონი გებელსიც. ამაზე გერმანიის ელჩი საერთოდ გადაირია, მაგრამ ამაზე მე შემდეგ გადაცემებში ვილაპარაკოთ. მალე შეიძლება უფრო გაშალოს ეს განცხადება და სხვათა შორის ეს ელჩები რო არიან საქართველოში, მინდა გითხრათ, რომ მათი წინაპრების ნაწილი იყვნენ ბატონი ბარბაროსები და ნაწილი ბატონი ვიკინგები. მაგათ რა უნდა გვასწავლონ, ესეც შეუძლია რომ თქვას, არ არის პრობლემა. ევროპა იყო გებელსიო. ამას ამბობს ის ადამიანი, რომელსაც გებელსების მთელი არმია ყავს ტელეიმედის სახით, ძვირფასო მეგობრებო. ან გებელსის იდეოლოგია ამათთან როგორ მივა? ამათ 21 საუკუნეში კაცი რომ რძეს იწველება, ის დააჯერეს ხალხს და გებელს სათქოდა მაგყელა ფანტაზია. მოდი ახლა ვნახოთ, როგორ შეუტია ირაკლი კობახიძემ შეერთებულ შტატებს. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა უნდა დამტკიცოს, რომ ის არ მოქმედებს deep state-ის გავლენით. ანუ დავალება მისცა რა, ერთი დამტკიცეთ ერთიო რა, როგორც იქნა კობახიძემ ამერიკელი ხალხისთვისაც მოიცალა. კარგია ირაკლი, მაგრამ ფიქრობ მეტი სიმკაცრე უნდა გამოვიჩინოთ რა ამერიკელების მიმართ. მეტი სიმკაცრე. სახელმწიფო დეპარტამენტს უნდა მიეცეს კონკრეტული დრო,
თუ ამ დროში ვერ დაამტკიცებენ რომ deep state-ისგან არ იმართებიან მაშინ დაუყოვნებლივ უნდა დაუწესოთ სანქციები მაგათ უნდა დავასანქციროთ ადექი და დაასანქცირეთ პირდაპირ რა პრობლემაა რა ელოლიავებით გაუყინე ანგარიშები ქართულ ბანკში მარკო რუბიოს და ტრამპს როდემდე უნდა იპარპაშონ ეგრე მიუდექით ცოტა მკაცრად ალბათ ფიქრობთ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის პასუხი როგორი შეიძლება იყოს ამ სიგიჟეზე ალბათ გონიათ რომ კაცრად გააკრიტიკებენ ან რა ვიცი და დაგმობენ ირაკლი კობახის ამ განცხადებას და გამოგიგზავნიან ნოტას არა წერილი იქნება ძალიან მოკლე პატარა ბიჭი ამ ერთი უფროსებს დამიძახე ერთი აი ესეთი პასუხი იქნება ირაკლის მოკლედ დასავლეთიდან ჯერ არ ჩანს სანქციები აქაც ყველას იჭერენ ხალხი საგონებელშია ჩავარნილი ვეღარ გაიგეს როგორ უნდა შეცვალონ მთავრობა ზოგს მშვიდობიანი აქციები მოსწონს ისევ ზოგს არჩევნები მოსწონს ზოგი ფიქრობს რომ საპროტესტო შეძახილებით გახმება ქართული ოცნება ზოგი Facebook პოსტებით აპირებს რომ ბოლო მოუღოს ზოგი თulis რომ პოლიციას რომ დაელაპარაკება დედაშვილურად გონს მოეგებიან და ესენიც ჩამოშორდებიან ამ ხელისუფლებას ერთი სიტყვით აქ ჩამოთვლილი ვერსიებიდან ყველა ძალიან მოსწონს ამ ხელისუფლებას ძვირფასო მეგობრებო და გთხოვნა გამოგვიგზავნეთ რომ რაც შეიძლება მეტი ასეთი ვერსია მოვიფიქროთ რომ გადადგომით თუ ვერ გადავდექითო მოვყანყალდებით მაინცო მოკლედ სულ მოუთქმელად ელოდებიან ახალ მშვიდობიან ფორმებს ძვირფასო მეგობრებო და აბა ჩვენ მიცით როგორი კრეატიულები ვიქნებით როგორი კრეატიულები ძალიან დიდი მადლობა ეს იყო ჩემი მონოლოგი და იმედია სულ მალე ჩვენ შოუს გააფორმებს ბენდი თამუნა ლეკვეიშვილის ხელმძღვანელობით მადლობა ძვირფასო მეგობრებო დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმარია ადვოკატი ბატონი ვალერი გელბახიანი მინდა გაგაცნოთ ჩვენი პარტნიორების შესახებ გადაცემის წარმოდგენია კომპანია PSP ძირითადი ორიენტირი მომხმარებელზე და მის ინტერესებზე ზრუნვა PSP ჩვენი ოჯახის აფთიაქი გადაცემის პარტნიორია მეღვინეობა პირველი პრემიუმ ხარისხის ღვინო თქვენს სუფრაზე ასევე გადაცემის პარტნიორია Voice ავტომობილსახის და სარეკლამო რგოლების პროფესიონალური გახმოვანება კიდევ ერთხელ შეგახსენებთ რომ ჩვენმა შემოქმედებითმა ჯგუფმა შევქმნით ახალი გასართობი არხი რომელსაც დავარქვით ჩვენი არხის მოძებნა შეგიძლიათ ძალიან მარტივად ვისაც მაგთი გაქვთ ნომერი 45 სილკნეტი 345 ახალი ქსელები 345 და მარტივი ნომერი 45 კიდევ ერთხელ შეგახსენებთ რომ ჩვენი გადაცემების ნახვა შეგიძლიათ ჩვენს YouTube არხზე შაბათ შოუ ჯგუფი გამოიწერეთ ჩვენი არხი და დაელოდეთ სიახლეებს. ვაგრძელებთ გადაცემას და ახლა მაცნობებს ძვირფასო ტელემაყურებლებო რომ პროკურატურაში დაინიშნა ბრიფინგი, რომელსაც პირდაპირ ეთერში გთავაზობთ. მოგესალმებით. საზოგადოების და უფრო კონკრეტულად ბატონი ბიძინას მაღალი ინტერესიდან გამომდინარე წარმოგიდგენთ პროკურატურის სპეციალურ ბრიფინგს. ამ წლის 7 ოქტომბერს სახელმწიფო გადატრიალების ბრალდებით ოპერატიული საგამოძიებო ღონისძიების შედეგად დავაკავეთ რამდენიმე პირი. ესენი არიან AB, GD, EB, ZT, IK, LM, N და სხვები. ჩვენ დავაკავეთ ერთი საქართველოს მოქალაქე AS, ერთი რუსეთის მოქალაქე BK, სენეგალის მოქალაქე ADGK და ბრაზილიის მოქალაქე ZBŠDGყЦძწპლ. აგრეთვე ოპერატიული საგამოძიებო სამუშაოების შემდეგ სახელმწიფო დამხობის მიზნით დაკავებულია დამატებით 22 პირი. ასევე ძებნა გამოცხადებული ადამიანებზე, რომელთა სახელებია BZNA-CADI. ოპერატიული საგამოძიებო ღონისძიების შედეგად მამკოდის ტყეში აღმოაჩინეთ დიდი რაოდენობით ცეცხლსასროლი იარაღი, ხელყუმბარები, ვაზნები, ტყვიამფრქვევი, ტანკსაწინააღმდეგო რაკეტები და ნოტების რვეული, რომელმაც პაატა ბურჭულაძის კვალზე გაგვიყვანა. აგრეთვე საბადურის ტყეში აღმოჩენილია ხელოვნური გათოვლიანების აპარატი, რომლის გამოყენებითაც ოპოზიცია გეგმავდა ნაადრევ თოვლის გამოწვევას აღნიშნულ ტყეში, რის შედეგადაც შეყვარებული სპეცრაზმელები
აქციის დარბევის ნაცვლად საბადურის დღეს მიაწყდებოდნენ და ასე მოხდებოდა მათი განეიტრალება. აქვე მინდა მოგახსენოთ, რომ თბილისის შემოგარენში კერძოდ ზემო ფონიჭალის ცოტა ზემოთ ტრიალ მინდორში ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე აღმოაჩინეთ დიდი ოდენობით ნავთობი, რომლის რეალიზაციის შედეგადაც ფინანსდებოდა რადიკალური ოპოზიცია. ასევე ხელკვარზე დაკავებულია BK, CK, LD და PG. მათზე ოპერატიული ინფორმაციები და სამხილები მოგვაწოდა მოქალაქემ PRČM. ოპოზიციიდან მათ ქმედებას ძალიან ცუდად აფასებენ DD, ШЦ. აქვე მინდა ვაღიაროთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ოპერატულ სამსახურში 4 ოქტომბრის ბოლო პერიოდში ვერ ვიგებდით, როგორ შეიძლებოდა განვითარებულიყო მოვლენები, ამიტომ ყველანი ვიყავით Чჯ, МУ, LEBI. ასევე მინდა შემოგთავაზოთ ერთ-ერთი დაკავებული მეამბოხის ვიდეო მტკიცებულება, სადაც ის აღიარებს ჩადენილ დალაშაულს. გთხოვთ გაუშვათ ვიდეო. მოგესალმებით, მე მქვია DG და მე ვაღიარებ, რომ სახელმწიფოს გადატრიალების მიზნით პირადად დამიკავშირდნენ ნაციონალური მოძრაობის პარტიიდან. მჭირდება ბოევიკიო. მე ვუთხარი, რომ ვიცი დივერსია, ვიცი შეტევა, ვიცი დამხობა, ვიცი ბუნტი, მე პროფესიონალი ბოევიკი ვარ. ვაღიარებ, რომ თანამოაზრეებთან ერთად გეგმავდი საქართველოს ხელისუფლების დამხობას რევოლუციური გზით. ჩვენ ვაპირებდით დიდი რაოდენობით ასაფეთქებელი ნივთიერების აფეთქებას თბილისის ყველაზე შემაღლებულ ადგილას, ღამის საათებში, რათა ხელისუფლების დამხობა უფრო ლამაზი და სანახაობრივი გაგვეხება. მინდა ვთქვა, რომ წავკისის ასასვლელში, ნაძვის ძირში, ქონდა ატომური იარაღი ჩამარხული. და 4 ოქტომბერს ვაპირებდი მთელი ქალაქის აოხრებას. გეგმა სისწორლეში იმიტომ ვერ მოვიყვანე, რომ ვეღარ ვიპოვე სად დავმარხე. რადგან დამარხვისას ცოტა ნასვამი ვიყავი. ეს გეგმა რომ ჩავარდა, ურანის ნატეხი ჩავიდე ჯიბეში და ვაპირებდი ყაველაშვილის რეზიდენციაში შემეგდო. ეგეც ვერ მოვახერხე და ეს ურანის ნატეხი ახლაც ჯიბეში მიტევს. გეხვეწებით, თავის ტკივილის წამალი არ გაქვთ რომ დამალევინოთ? რაღაც თავი მტკივა. ალბათ წნევა მაქვს დაბალი. დიდი მადლობა, ეს გახდა ჩვენს მიერ დაკავებული ერთ-ერთი პირი, რომელმაც როგორც მოისმინეთ, ყველაფერი აღიარა. აქვე მინდა მივმართო რადიკალურ ოპოზიციის სხვა წარმომადგენლებს. პროკურატურა მოგიწოდებს თავი შეიკავოთ ყოველგვარი აქტივობისგან, ახლაც, ხვალაც, ზეგაც, ერთი კვირის შემდეგაც და თუნდაც ახალი წლის დღეებშიც. რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში ახალი წლის ჯადოსნურ ღამეს, რომ ბალიშის ქვეშ შეყოფ პატარა ხელს, ნახავთ იქ ჯადოსნურ საჩუქრებს, რადგან გვინდა შენც იყო ჩვენთან. ახალი წლის ჯადოსნურ ღამეს, ბალიშის ქვეშ შეყოფ პატარა ხელს. This is na 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 na. ვაგზელებს გადაცემას და მინდა კიდევ ერთხელ შეგახსენოთ ჩვენი პარტნიორების შესახებ. გადაცემის წარმომადგენელია კომპანია PSP. PSP-ს ძირითადი ორიენტირი მომხმარებელზე და მის ინტერესებზე ზრუნვა. PSP ჩვენი ოჯახის აფთიაქი. გადაცემის პარტნიორია მეღვინეობა პირველი, პრემიუმ ხარისხის ღვინო თქვენს სუფრაზე. ასევე გადაცემის პარტნიორია Voice-G, ავტომოპასუხის და სარეკლამო რგოლების პროფესიონალური გახმოვანება. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ჩვენმა შემოქმედებით და ჯგუფმა შევქმნით ახალი გასართობი არხი, ჩვენი არხი, რომელიც მარტივად შეგიძლიათ მოძებნოთ თქვენს სატელევიზიო პულტებზე, ვისაც მაგთი გაქვთ 45, ვისაც სილკნეტი 345, ახალი ქსელი 345 და მარტივიზე ნომერი 45. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, ჩვენი გადაცემების ნახვა შეგიძლიათ ჩვენს YouTube არხზე შევაჩვენოთ ჯგუფი, გამოიწერეთ ჩვენი არხი და ელოდეთ სიახლეებს. ვაგზელებს გადაცემას და მინდა წარმოგიდგინოთ ბიძინა ივანიშვილის ახალი სიმღერა, რომელსაც დავარქვით მე ისეთი კარგი ვარ. აქვე შეგახსენოთ, რომ სიმღერა ჩაწერილია სტუდია ინსაუნდში. ინსაუნდის სტუდია, რომელსაც მენდობი. ნახოთ. კოხტა ვარ და მგრძნობიარი სარკესთან დავდგები როცა და ნარეკლს ვეუბნები ნეტა შენი ფულიც მომცა ხალხო მაგას მეც განვიცდი
რომ დაგტოვეთ ხრამის პირას გული არ მაქვს მაგრამ მაინც ყველაფერი გულთან მიმაქვს მე ისეთი კარგი ვარ გული თვითონ მიჩუყდება ქართველი სულ ასე იყო იყვირებს და მიყუჩდება მე ისეთი კარგი ვარ ვერავინ ვერ შემეხება შეგვეთ გაიხანი არაფერი შემეშლება დამხობას რომ მიპირებდნენ გადავაბი ხალხი ჩრდილში ნახევარი ციხეშია ნახევარი მოლოდინში ყველაფერი ისე მიდის როგორც მინდა როგორც მაწყობს ანგელოზი ცოტა შორს დგას ეშმაკი კი ყურთან ახლოს ყველაფერი კარგი მაქვს კბილიც კი არ მიფუჭდება შიგა და შიგ სამართალზე ცოტა თვალი მიხუჭდება მე ისეთი კარგი ვარ ყველაფერი შემერგება სარკეში რომ ჩემ თავს ხედავ ისიც კი ვერ შემედრება მე ისეთი მეფე ვარ ოინი არ მიფუჭდება საიდან რას მივახციე ზოგჯერ გული მიჩუყდება მე ისეთი კარგი ვარ ვერავინ ვერ შემედრება გადადგომას ის ხალხი მხოს ვინც თავიდან შემეგება მე ისეთი კარგი ვარ თავი უფრო მიყვარდება ჩემ ცხოვრებას რომ უყურებ მგონი თავში მივარდება მე ისეთი მხარი ვარ ვერავინ ვერ შემეხება შეგვეთ გაიხანი არაფერი შემეშლება ვერავინ ვერ შემეხება ნუ რაფერი შეგეშლება Firpaso მეგობრებო, ბრუნდებით ეთერში და მინდა მივესალმოთ ჩვენი განსაკუთრებული ბატონი ვალერი გელბახიანი, დიდი მადლობა ბატონი ვალერი. იმდენად საინტერესო სტუმარი ხართ ახლა თან ისეთი პერიოდია, რომ აი თქვენი სფერო არის ძალიან აქტუალური. აი ეს ნუ ბოლო რამდენიმე წელია უკვე რომ თქვენი სფერო აქტუალურია ადვოკატი ბრძანდებით და ნუ დღეს საქართველოში ადვოკატებს სულ საქმე აქვს. გადაცემის სპონსორია ესენსი. გერმანული დეკორატიული კოსმეტიკა და აქსესუარები ექსკლუზიურად PSP-ში. დაგვასაქმეს. მაგრამ ვიცი რას ვერ ხვდები, რომ ნუ გავიგე ახლა პოლიტიკურ პროცესს, აი ადვოკატებს რა აქვს, ფუნქცია რა აქვს დღეს ადვოკატებს. თუ იციან რომ განაჩენი მაინც არასასურველი. არა, ზოგიერთი აი პროფილის საქმეებია, სადაც ადვოკატი მიდის, მაგრამ წინას არის შედეგი. ანუ ფორმალურად ახლავს როგორც პროცესუალური მხარის წარმომადგენლობითი დანამატი, ხო? მაგრამ არის საქმეები, სადაც ღირს უკვე საადვოკატო მონაწილეობა და ადვოკატის პროფესიონალიზმი, ცოდნა, გამოცდილება, საქმეში არსებული ხარვეზები, წარმოჩინება და ესეთი როგორც საადვოკატო სცენარის განხორციელება შესაძლებელია დღევანდელ სასამართლოში. დღევანდელ სასამართლოში ანუ თუ არა რა თქმა უნდა პოლიტიკურ საქმეებს თუ არა პოლიტიკური არც კი განეხილება. ანუ ეს რაღაცა ნუ ჩვეულებრივი არსებითი აი მაგალითად 20 ივნისის დაკავებებში დაახლოებით 8 ადამიანს ვიცავდი, ესე უანგაროდ არავითარი პირადი მოტივები არ გამოჩნდა. ხო, მაშინ ახალი ხილი იყო ეს ადმინისტრაციული დაკავებები და უმრავლესობა გაუშვეს ჯარიმის გარეშე. იმიტომ რომ პოლიციელები რომ მოიყვანეს დაკითხვა და ვერ ახსნეს რაში იყო მათი კანონიერი მოთხოვნის არსი, ხო? იმიტომ რომ პოლიციელი ფორმა ხო არ არის მარტო კანონი აქვს მას და კანონი არ იცის პოლიციელმა და რო ეკითხები, აი კანონი, ჩემი უფლებამოსილების ფარგლები, საადმთავრდება ვერ გპასუხობს. არ იცის. აი რომ დავენახა მოსამართლემ რომ ცოტა არ იყოს გაიჭე და ხო, მე ვეღარ წავიდა უპროგრამად და ჯარიმას კი არ დააკისრა ზოგიერთ. ნუ ნახევარს კი ჯარიმები დააკისრა. მაშინ შესაძლებელი იყო რომ ადვოკატზე ყოფილიყო რაღაცა დამოკიდებული, მაგრამ
მე ეს ისეთ კონვეიერული ასე თქვა ხასიათის ის გახდა. ქარხანა ცეხი. იცი რა უნდა გითხოთ, აი ცრუ მოწმის ფენომენი რა არის? აი ცრუ რა აი ხო, ეგ ცოტა კურიოზია რა იცოდეთ, იმიტომ რომ რაღაცა დასაქმებული ადამიანები არის მე ვფიქრობ რომ ეს პრაქტიკაში, სასამართლო პრაქტიკაში არის ასე რომ თუ სასამართლოში მიცემული ჩვენება ითვლება ჩვენებად, რასაც ჩვენება ქვია და გამოძიებაში კიდე გამოკითხვის ოქმი ანუ ჩვენება არ არის, მას შესაძამე გამოძიებაში მიცემული ჩვენება არ არის ცრუ ჩვენება თუ სასამართლოში არ დაემთხვევა სასამართლოში მიცემულ ჩვენებას. ანუ სწორია სასამართლოში მიცემული ჩვენება. მაგრამ ეს რომ აიბურდა ასე ვთქვათ ერთმანეთში რომ უკვე დაჭერები დაიწყეს ვიდრე სასამართლო ჩატარდება ცრუ ჩვენებისთვის შეიცვალა მუხლის რედაქცია დაემატა ცრუ ინფორმაცია. ეგ რაც ნიშნავს? ეხლა ჩვენებისთვის არ იჯება ინფორმაციისთვის იჯება. ანუ ვიდრე შეიძენს ჩვენება მტკიცებულების სტატუსს მანამდე ვერ იჭერ, ვერ აკავე, ვერ დებბრალს. ახლა გაურთულა ამ საკანონმდებლო ასე ვთქვათ პროცედურა გამოძიებას საქმე და შემოიღო ახალი სტანდარტი, ცრუ ინფორმაცია. ამით უკვე სასამართლოს გარეშე იჭერს ჩვეულებრივ. კანონი მაშინ არის კანონი, როდესაც ის არის სამართლიანი. კანონის განმარტებაც ასეთია, რომ კანონი არეგულირებს მხოლოდ და მხოლოდ ხალხის ინტერესებს. ხო. ანუ ზებუნებრივ ინტერესებს არ აქვს. აი მაგალითისთვის რა, ხაბეიშვილის ბრალი იყო ჩემთვის ძალიან არა მარტო თქვენთვის იურისტები. აი თქვენ როგორ შეხვდით აი ამ ღიბილით, რა თქმა უნდა. ღიბილით შეხვდით. ეხლა წარმოიდგინე ეხლა თელი ცხოვრება ამ სფეროზე გვაქვს, ხო? დათმობილი. თუ ვინმეს ესმის ამ ასე ვთქვათ პროფილის შინაარსი ყველა მიცის ესა მარტო მე ხო არა რომ ქრთამის მიცემა არის მატერიალური ქმედება, ანუ უნდა განხორციელდეს ეს ქმედება. აი როცა წაასრებენ ეს არის მცდელობა. აი მაგალითად შენ ხარ თანამდებობის პირი, მოვედი, მოგიტანე ფული და რომ გაძლევ ამ დროს შემოვარდა კონსტიტუციური და დამაპატიმრა, აი ხელში მიკავია ეს ქთა. ეს არის მცდელობა, დამთავრებული დანაშაული არა. ხო და დამთავრებულად ითვლება დანაშაული, როცა გადახდილი გაქვს უკვე. ანუ მიცემული გაქვს უკვე და იმას კიდე შედეგი აქვს. ანუ ის საქმე გააკეთა, რაც შენ ხთამის სანაცვლოდ ხო. ეს არის შემადგენლობა, მარტივი ენით საუბრობ, მოსახლეობამ გაიგო. მაგრამ ის რომ ხთამს მოგცემ და მოდი ჩემსკენ გადმოდი, ამას კანონი არ ითვალისწინებს არანაირად ისეთ ქმედებად, რომელიც აკრძალულია ან დანაშაულებრივია. არ არის კანონში ესეთი ნორმა. არის ასეთი ნორმა, პროზელიტი ხო გაგიგიათ? ხო. ანუ მაგალითად გადაბირება რწმენის, გადაბირება ხმის და ასე შემდეგ. ხო, ხმის ფულს იხდი. აი მაგალითად არჩევნებია და მოვედი თქვენთან და გეუბნები, ანუ შენ 500 ლარი და ამოდი ხმა მოვეცი. 100 ლარი მომეცი, 100 ლარად ვაკეთებ. 50 ფეშკაში. და შენ ამ ხმის გამო, ამ ფულის გამო მომეც ხმა, ეს არის რა თქმა უნდა მოსყიდვა, ხო? ანუ პროზელიტი, ხმის პროზელიტი, პოლიტიკური სარჩულია ხო? ეს შემადგენლობაც არ არის, იმიტომ იმა რა თქვა, მაშინ გადაგიხდო 200.000 თუ ქართულ ხალხს არ დაესმები თავზე და ხო, ანუ თუ დანაშაული არ გაკეთო, ფულს გაძლევ რა. ხო, აი თუ იმოძებნის კოდექსში რომ ეგეთი შემადგენლობა სადმია, ამიწევია ხელები თუ არა და მათ აწიონ ხელები რას სულელი მოიგონ ეს. იმიტომ ხო, ეგეც ის რომ მაგალითად სამი მოწმე რო იყო გედედელი რომ ამბობდა რომ ჩვენ შეურაცხყოფილად ვიგზენით თავი და ამიტომ დაიჭირეთ ეს კაცი. ხო, აი შეურაცხყოფილად მასე შეგიძლია თქვათ რომ მაგალითად რო არ მოგეწონა საჭმელი შეურაცხყოფილად იგზენეთ დაიჭირეთ პოვარი. ხო, დაახლოებით ეგრეა. მარილია. მარილი აყლდა და დავიჭიროთ ხო. აი რა უნდა გითხოთ. 4 ოქტომბერს იყავით გასული. კი. მე მაინტერესებს ყაველაშვილის რეზიდენციაზე თავდასხმა მაინც გადატრიალებად ითვლება? თუ ყაველაშვილზე თავდასხმა. მაგას ესე იგი, დაცვა მაგას არ აყავს, ხობე მაგას არ აქვს. ყაველაშვილს არავინ ეძახის, ყველა სააკაშვილს ეძახის მიხეილს. ხო და არავინ არ აღიარებს და რატო ითვლება მაინც და რა ხან პრეზიდენტია და მიხეილი ქვია, ასოცირება ხდება სააკაშვილთან, ის იყო პრეზიდენტი. დანაშენი არც ერთი პრეზიდენტი არ პრემიერსაც
ეშლება პარლამენტის თავმჯდომარეს ეშლება, მედიას ეშლება. ხო, მაგრამ ხო ხედავ როგორ ახსნეს მექანიკურად, ის მექანიკური რო წამოგწდება, ენაზე რო გაზის, იმიტომ წამოგწდა. არ არის კაი ამბავი. არ არის კაი. არ არის კაი ამბავი. ნუ არ ვიცი ხა რატომ მოხდა, რა უნდოდა თან პრეზიდენტს ახლის, მართლა არ ვიცი. იქ გააკეთა სერიოზული განცხადება ბატონმა მურთაზმა და ალბათ გაშლის ამ განცხადებას. ხო გახსოვთ ღალატს ჰქონდა ადგილი, არ უნდა ენდო რესურსის მქონე ადამიანი და უნდა ენდო აი თქვენნაირ უფულო წესიერ ადამიანს. ანუ მე წავიკითხე ესე რომ რესურსის მქონე ადამიანი, ანუ ისაც რესურსი აქვს, ანუ ალბათ ძალოვანების რესურსი. არ ვიცი, შეიძლება ფულის რესურსი. ან ფული ან რესურსი ბევრნაირი. გაიხსნება ეგ ფრთხილი, მე მგონი არ დაიტოვეს მაგას არც დაბურჭულა, მაგრამ ახლა გამახსენდა ერთი რა. მე მგონია რომ შენ ჩემი მოყვარე კაცი ხარ. ხო და ჩანს რომ არ არის ეგრე რა. რატო? დაუძახე მურთაზის ციხეში აღმოჩნდა. დაუძახე პატას ციხეში აღმოჩნდა. დაუძახე ნადირაძე ციხეში აღმოჩნდა. ლევანის დაუძახე ხაბეჯის ციხეში. ეხა მორიგი ვარ მე თუ რაშია. შეგეშინდა ხოლმე ვიზინას აკლენთან გაქვს 100%-იანი კავშირი. ერთი იყო ძალიან საინტერესო სტუმრობა, ოქრუაშვილი ყავდა ირაკლი, რო გავიდა დაიჭირეს. ხო და აი აქედა რო გავიდა, კარებთან იდგნენ და დაიჭირეს. ამდენი სტუმარი რო მოყავს სალცაკე და მე ყველას იჭერეს. მე რა ეს ვიზიტი, ეს მოსა როგორ ჩავთვალო ახლა. მივზადე, მითხარი თუ რამეს მივზადე. მე არ მშვიდობიანად მოგიყვანე. არა, ჩემი ფეხით მივაგე. ხო. არ უნდა, არა, ყველას მიმართავ ახლა მე ნარკოტიკების მომხმარებელი ცხოვრებაში არ ყოფილი ვარ და ნუ აზრი არ აქვს ჩამიდოთ სისხლში და იმაში არ მექნება. აი იარაღის ტარების უფლება მაქვს და არ ვატარებ, მაგრამ ტარების უფლება და უკანონოს რატო ამით ვერ დამეჭერთ. ერთ ცოდვა მაქვს ერთი. ამის შეიძლება აი ჩემი ფეხით მოვიდე და გიღიაროთ რომ დამეჭერე. აი მიშა რო გადავატრიალე. სააკაშვილი? აბა. ხო გადავატრიალე, კაცო 45 დღე გადატრიალებული ხო იყო. ეგ რომ ხო გადადგა, შვიდში არ გადადგა? 2007-ში. ხო. 45 დღე ხო გადატრიალებული იყო. ხო, და მაგის გამო გადატრიალება მოგიწყვია. ერთხელ ხომ მაგ გაკეთებული გადატრიალება. ო და ხან არ ვაგე პასუხი მოდი რა დამიჭირეთ და მე მოვიხდი ამვალ სტატუსად და მარტივად. კარგით. ღმერთმა კარგად გამყოფოთ კაცო ხუბლობა იქით იყოს. არა, რაღაცა გლახად დამიზახე. ეჭი მაინც ეს სოდვა მაგ და ჩამოვიდეთ ხო. ზოგი სტუმარი პირდაპირ მითიშავს ტელეფონს. აღარ მიგზავნოს. კარგი, გავაგზავნოთ. მიცი რა უნდა კითხო, მოდი არჩევნების თემაზე. ხო, ადევნეთ თვალყური. თვალყურს კი? არა, თვალს კი არა, ყურს არ ვადებ. აი მე რა ხო რაღაცა ეს ბიზნეს ფრაზა იყო საოცარი, რომ აი გავსწორდით წელში. 80% რო აიღეს თუ რაღაცა თუ ზოგან 100 იყო. არის, ემართება. გავსწორდით წელში. აი ესე აკანკალა კაცს რა. მე მაგ შედარებას გავაკეთებ აი ასლან აბაშიძის ფენომენთან რა. ხო, მუშაობდით ასლანთან. მე მუშაობდი და დაახლოებული პირიც ვიყავი ასლანთან და იყო მომენტები რომ ქონდა კამათი. ყოველთვის არა, მაგრამ მაინც. 2002 წელს მაგალითად ხო იყო ადგილობრივი არჩევნები ხო. ჩვენ მოვიგეთ, ჩვენმა ჯგუფმა საჩხერეში მოიგო პირწმიდად ყველა დონე რა. გამგებელიც ხო, საკრებულოებიც, მაშინ სასოფლო საკრებულოებიც. და ვაკვირდებოდი მე თვითონ იქ ვიყავი ჩასული და სადაც ხმები რომ დაითვალა დავრეკე ბათუმში ცესკო იქაურ ცესკოში რა ხო და მე ვთხარ როგორ დამთავრდა ციფრები აუ მითხრა წარმატებით არის ყველაფერი როგორ აი ამ რაიონში ამდენი პროცენტი გვაქვს იმ რაიონში არც 1% არ ჩამოდიოდა 97-ს რა 98 მე ვთხარი 3 საათში ვარ ბათუმში საჩხერი დამიდი ხო 3 საათში ბათუმში ვარ მეთქი არ გამოაქვეყნოთ ეგ მონაცემები მეთქი მე დაველაპარაკები უფროს მეთქი დაურეგე პარალელურად ასლაბაშიძეს და მე ვცხარი სასწრაფოდ მოვდივარ არ წახვიდეთ სახლში მეთქი ჩავედი ხო მათ ალბათ სხვა რამე ეგონათ მაგრამ არაფერი მე უბრალოდ კითხვა დავსვი რაში გჭირდებათ ეს ყველაფერი იმიტომ რომ 100%-იან მოსვლას რო აჩვენებ კითხვა ლეგიტიმურია ხო 20% მაინც ხო თურქეთში მუშაობდა იმ პერიოდში აჭარის მოსახლეობა ანუ 20% ადგილზე არ არის და 100%-იანს როგორ აჩვენებ ხო არარეალური ასლან ასეთ რამე მითხრა აი მაგ ციფრშიო რომ ხალხი გასულიაო და
100%, მაგის შეიძლებაო საეჭვო იყოსო მეთქვა. მაგრამ იმას რა უყოთ რომ ხალხი მართლა მაძლევსო მე ხმას რა არ მომცეო ეს უთხრაო? არა მე ვთხარი ეგ არ უნდა უთხრა, მაგრამ ციფრი იყოს სწორი. თუ იქნება მე ვთხარი 80%-იანი მოსვლა და 80%-ში შენი ხმები დაითვლება, 80-85%-ს არ გადააჭარბებს მეთქი ესა და ხო ყოფნის მეთქი. დაუძახა იმათეს ლოგიკაო, სწორიაო რა. ხო. ხო წადითო და ისო, გასწორეთო მოსვლის კი არა ადგილზე ყოფთა რაოდენობა. მეორე დღეს გამოცხადდა რა თქმა უნდა. 85-94% ზოგან 86 და მე მივეცი ჩემ თავისუფლება რომ მიმემართა ოპოზიციისთვის რომ აბატონო 15-16% გააქვთ რესურსი იღეთ მონაწილეობა და გამოიყენეთ ეს რესურსი ეს დაგვიტოვე ბატონო ბიზნესა ხო დაგვიტოვე მადლობა 23% დაგვიტოვა კარგად გხდათ 15% მაგაში უნდა ვითამაშო აქ უნდა ვითამაშოთ 23% პირველ რომ ესაც აი ეს ერთპიროვნული მიდრეკილებები აქვს, თო მათი იდეა ფიქსი რა არის, რაც შეიძლება მაღალი პროცენტი, რაც შეიძლება მეტი ნდობა. ახლა ბიზნეს გამონათქვამებს დააგვირდი ძველს ჭარბი ნდობა. კი ბატონო. იცი რა უნდა გითხოთ, ახლა ნუ თქვენ აკუსთან შტატიანი თანამშრომელი ხართ უკვე. არა, შტატიანი არა, მაგრამ მუდმივი უშტატო მუდმივი თანამშრომელი ესე თუ ხელფას არ გიხდით. არა. არც ართმევთ, არც გთავაზობთ. არც მე არ უხდია. არც გთავაზობთ საერთოდ, ხო? ესე იგი თქვენი დღე არის ორშაბათი აკუსთან. ორშაბათი გახლავთ კი ბატონო. მე განსაკუთრებით მომწონს ხოლმე აკუს ეს მოფერებითი დაძახებები, ახლა თქვენი არის განსაკუთრებულად ისეთი ჟღერს, რომ აი ვალერიკო მაგრა ჟღერს. კიდე ეძახის ხოლმე ვის გუბაზიკოს ეძახის. ნინო ბურჯანაძეს დაუძახე ერთხელ. ნინიკო. ხომ მაგრამ საინტერესოა თავის ცოლს ეძახის ნინას. ხო. და ბურჯანაძეს დაუძახა ნინიკო. ხო რა ეს აკუ იმ არის ფენომენია რომ ასეთ თვისებები რო არ ქონდეს აკუ არ იქნებოდა. რა თქმა უნდა ახლა ის მაგიდას ძალიან მაგარი ჟურნალისტურ სივრცეში არის ყველაზე მაგარი კოლორიტი არ გეწყინოს ობოს. არა მე რა კოლორიტი ვარ ჯერადოს ჩემი კოლორიტობა აკუზე გავიზარდი. მართლია 44 წლის ვარ და მე გავიზარდი აკუზე და მე პირველი ეთერი მომცა აკუ. ხო და მაგას რა დამავიწყებს რა თქმა უნდა. კი დეპუტატი ვიყავ მაგრამ აი როგორ გითხრა მწვანე იმაში ვიყავ ფერში ჯერ გაჭრილი არ მქონა პოლიტიკა და ხო პირველი ეთერი რომ მომცა თავი ასე იგი ვიგრძენი რომ აი რაღაცას წარმოადგენ. ესე იგი აი ერთშვენი ერთ დღეს რომ აღარ მოგიწიოს აქ რასი ფიქრებ? იტყვია გარდაიცვალა გელბახი. მართლა არ მოგიწიოს ერთშვენი რომ აღარ დაგირეკო. ჩავთვალოთ რომ დავივარ და ხალხს ეგონება რომ მე გარდაცვლილი ვარ. თქვენ ავტომატურად მიდიხართ თუ გირეკავთ მაინც ორშაბათს? არა რომ არ დამირეკოს მაინც მივალ იმიტომ რომ შაბათი ჩემია. ჩვენი დღეა კი. მაგრამ მირეკავს. სულ გირეკავთ. ბოლოს კი უნდა კითხოთ იცი ბატონ ვალეს. აი ხა დიდი ხანია ხო რამდენი წელია საადვოკატო სფეროში ხართ? ვადვოკატო 2012 წლიდან. 2012 წლიდან. 13 წელია ვარ ამ სლუჟბაში. აი ესეთი უცნაური საქმეები რა გქონიათ ესეთი. როგორ ამდენი კურიოზები სადაც აი სამართლებრივი არაფერი არ არის და ნებაა მარტო გამოხატული მინდა დაჭერა და ვიჭერ. ხო. ახლაც მაქვს ერთი საქმე აპელაციაშია. ცოლმა დააჭერინა ქმარი. და ბრალდება არის მხოლოდ მის ჩვენებაზე. ხო, არაფერი არ არის, არც ექსპერტიზის დასკვნები, არც სხვა, არც დაზიანებები, არც ანსაცმელი, არც გაუპატიო, ესე იგი ცოლ-ქმარ შორის ცოლი დაძდო ბრალი ქმარს რომ აი სექსის დროს მაუპატიურებდაო. ხო, ცოტა სექსის დროს. ანუ ცოლი ქმარს დაძდო ბრალი რომ მაუპატიურებდაო. სექსის დროს. ხო. ეს კაცი მე დაიჭირეს ამ 9 წელი მიცეს. ცოლის გაუპატიურების გამო ანუ დაშორებული ვატურ დაშორდა. ეგ კითხვა როცა დაუსვეს პირველ ინსტანციაში პასუხი იყო ასეთი რომ ბავშვის ინტერესების გამო არ დავშორდი რა. მამა ხო ჭირდებოდა. ის კაცი რამდენი ვნახულობ ციხეში, რამდენი მოდის ხოლმე სასამართლოში ამბობს
გამაგებინეთ რატო უზივარ ციხე. საწყალი კაცი, ანუ მაგრამ რაღაცა ხო გაუპატიურება რა შეიძლება რა დაას დაარქვა, ძალადობრივად, ეხლა ცოტა დეტალებში შევედი, ეხლა დამაინტერესა საქმე. დამაინტერესა ხო აი ეს როგორ არის ჩაშლილად. ანუ ძალადობდა და მაგას დაარქვა გაუპატიურება. ხო არ ვერ ესე რა არის ეს სასამართლოს არ გააჩნდა რაიმე დასკაი ხო არის მაგრამ თუ ძალას ხმარო ფიზიკურად რაღაცა ნიშნები ხო არ ნაჭრევების ან დაზიანებების ან რამე აი ესეთ კიცებულებები წარმოქმნილი ვერ იქნა ექსპერტიზა არ ჩატარებულა და აქედან გამომდინარე მხოლოდ ერთი ჩვენება დარჩა მხოლოდ სოლის და ამ ჩვენებაზე აიგო საბრალდებო დასკვნა. ცოტა კურიოზული სიტუაცია შეიქმნა რომ მე მგონია რომ სააპელაციო ამას არ გაატარებს ახლა ასე. ეხლა ეს ხო პრეცედენტი ხო არის ხა დაშვებული ხო ამის? ასეთ პრეცედენტები არ გვსვენია. აი ეხლა ხო არის ეხლა უკვე ერთი. ეს კი არის მაგრამ არა ეს ძალაში არ დარჩება. გავიგე მაგრამ აი მაგალითად თუ აი რაღაცა ცოლების რაღაცა ნაწილმა ისარგებლოს ამით. თუ სასამართლო პრაქტიკა ყითელი ხაზი არ გაავლო, არ თქვა რომ ესე აღარ გააკეთოთ თორემ. ხო, რა ვიცი. მაშინ სწორი ხარ, ტენდენცია რა ხარ შეინიშნება რომ არის ასეთი, გაგრძელდება ხო მე სტატისტიკას არ განვიხილავ ხა დღეს თქვენთან, მაგრამ არის ესე სინამდვილეში სექსუალური და ძალადობრივი დანაშაულების აი ისეთი შეფასებებია რომ არ ჭირდება მაგას კვალიფიცირებისია, აი პირველი მეორე კურსის სტუდენტი გეტყვის რომ ეს არის არასწორი შეფასება. არც კი ეკითხებიან არავის პოლიციელები თუ დარეკავს ცოლი და იტყვის რომ ქმარმა შემაგინა, მოდის ოქროს გიფორმებს გაგასახლეს საკუთარი სახლიდან გეუბნება 100 მეტრო აქ აღარ იხვიდა. ჩემ სახლიდან ამ წყვილზე რატო მისი ტყუილი გადის რა არის აი როგორ უნდა დაიცვას აქ ადამიანმა თავი მითხარ სასაცილო ხოა ეს რო შეხედავ ფორმალურად მაგრამ აბა ეს საკუთარ თავზე ნახე როგორი სასაცილოა ადამიანი როგორ შემეცნო აქ ამ შემთხვევაში რა მოხდა იცი ქმრის სახლი წაართვა თოლმა ამ თავის ქმრის დაჭერა ამიტომ იყო დაჭერა მისი დაჭერის მოტივი იყო სახლის დასაკუთრება მეტი არაფერი როგორ შეიძლება რომ ქონებრივი ინტერესი გააჩინოს კანონმა კანონის პროვოცირება ანუ ვარ კარგი მილიონერი თუ არა ვარ აი ქონება მაქვს და ცოლმა ჩემმა ჩაიფიქრა რომ მოდი ახლა ეს ბებერიკაზე არ შემჭირდება დავრეკავ ხა პოლიცია შემაგინა ამას გავასახლებ აქედან არა კაცო მაუპატიურებდა იყო საგარტმევენ საგარტმევენ ხო აქვია ხო და ამაში ასაკ დაგიჭერეკეთ 9 წელს სახელმწიფოს როცა სახელმწიფო შენებლად როცა პრეტენზიები გაქვს და ყოველდღე ბრიფინგია წარმატებებზე, თორსა ქართულ საზოგადოებას ამას უწყობენ, ეს შიშის ქვეშ ცხოვრება. ამნაირად ვერ დაგიჭერა, ამნაირად დაგიჭერა. ცოლს გადავიბირებ, შვილს გადავიბირებ, რაღაცას ვათქმევინებ და ოჯახში შემოდის სეგმენტი ზუსტად ამ პროვოცირების. და ამას აკანონებს სახელმწიფო და ну არ ვიცი თქვენ მიეცეთ ახლა იუმორისტულია ეს თუ არა იუმორისტული. არა, იუმორისტული არ არის, მაგრამ ესეთი შოკის მომხრენი იყო. არა, ბიზნეს ყავს აკლები, ხო იცი? ხო. ბიზნეს ყავს აკლები? ხო, აკლები ყავს. რო იძახიან ზებრა ყავს, აკლები ყავს. სერიოზულად. ანდაზა ხო გაგიგია შენ რომ აკლემა თუ ჩაიჭოკა შენი კარის წინ, ან მკვდარი ხარ, ან დაჭერილი ხარ. ხო. თქვენ თუ გახსოვთ თავის დროზე ნიცშეს რო აქებდა. რა თქმა უნდა. და რატო აქებდა ნიცშეს? არ ეთანხმებოდა. არა, მე არ დაეთანხმა, ბევრ რაღაცებში, მაგრამ თავში დაეთანხმა. ნიცშეს ზეკაცის იდეა მოეწონა. ხო. ამ ზეკაცში ბატონო სამი სული, ხო? ერთი არის აკლემის სული, მეორეა ლომკაცის სული, მესამეა ბავშვის სული. ეს ლომკაცი სფინქსია. ლომიკა ხო იცი სფინქსის პირამიდა. აი ეს არის ზეკაცში, ეს ლომია. მაგრამ პირველი ნაწილი ამ სულის არის აკლემი. აკლემი იმიტომ რომ სიმბოლოა, რომ აგროვებს თავის ესე ვთქვათ, კუზებში იმას, რაც უნდა შექმნას და მე უნდა მოაჯდეს. ბიზნეს ეს აკლემი ყავს და აკაკუ აღარ იჩოქებს. და აკაკუნა მაგალითად ბურჯულას კართან ჩაისვა წაიყვანა. და აკაკუნა მეორე ბურჯულასთან ჩაისვა წაიყვანა. აი ესე ვისაც დაუკაკუნებს ეს აკლემი. იმისი ბუნდღარ არ დაიჯერო ახლა შენ რომ ან პრემიერი, ან სუსი, ან შესსო ამას აკეთებს. ისინი სამზარეულოში არიან, საჭმელს უკეთებენ აკლებს და აკლებს იქნება. მე ამასთან ისე დაიჭერე თვითონ.
არა, ეს სანამ კვებავ ეყოლება აკლები ზურგი აქვს, იმხელა რომ რეზერვი აქვს. უდაბნო შენ გაუშვა იქაც რეზერვი აქვს. ეს რეზერვი ფულია. კი ბატონო. ბატონო ვალერი, ძალიან დიდი მადლობა მობრძანებისთვის. მინდა წარმატებები გისურვოთ. გაიხარეთ. მოგვიკითხეთ ბატონი დავით აქუბარდიაც, იმიტომ რომ აუცილებლად ჩვენი სტუმარიც იყო და ძალიან კაი სტუმარი იყო. ძალიან დიდი მადლობა ჩვენი გასული ბატონი ვალერი გელბახიანი. გადაცემის სპონსორია Essence. გერმანული დეკორატიული კოსმეტიკა და აქსესუარები ექსკლუზიურად PSP-ში. იპოვე ჩვენი არხი შენი ტელევიზორის პულტზე. მაგთი ნომერი 45. სილქნეტი 345. ახალი ქსელები 345. მარტივი 45.